მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ ზუგდიდიდან სალამი და კიდევ ერთხელ სალამი. მოკლედ, თქვენი მორიგი სტუმარი არის TikTokeri Lordi Datka. ძალიან მაგარი კაცი, დავითთან მივდივართ, ეხლა ჩვენ ნარაზევი არის სოფელი ზუგდიდის ერთ-ერთი სოფელი და Datkam რაღაცეები დაგვაბარა. წავიდეთ ბაზრობაზე. ჩვენი მეგობრის მაღაზია არის, სადაც სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოები იყიდება და ავდგებით და იქ ვიყიდით იმას ყველაფერს რაც დაგვაბარა. ავალთ იქ გავესაუბროთ ამ მაგარ პატიოსთან მშრომელ ადამიანს. თქვენც გაგაცნოთ თუ რას საქმიანობს იქ სოფელში, როგორ ცხოვრობს, რა საკეთებს და ასე შემდეგ და მოკლედ ერთი კაი ლამაზი ვიდეოს ჩავუჯდეთ, ეხა უყუროთ. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, აუცილებლად გამოიწვიოთ არხი, აუცილებლად დაგვაფოლოვეთ Instagram-ზე და TikTok-ზე, Facebook-ზეც, ყველგან მოკლედ გამოყევით და იყავით ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს სპონსორები, ვინც არიან ორი ახალგაზრდა უსაყვარლესი გოგო და ბიჭი, ცოლ-ქმარი, რომელმაც საშუალება მოგცა 3 ვიდეო, უმაგრესი ვიდეო გადაგვეღო რა. წავედით ახლა ჩვენ მაღაზიაში, ვიყიდოთ რაღაცეები, მერე წავიდეთ სოფელში, ზუგდიდის ნაზარევში, ტრადიციულად იქ დავასრულებთ ვიდეოს. აბაჰეთ, წავედით. ხანაც მივდივართ იმ ადამიანმა დაგვაბარა, მეთქი რა გესაჭიროება მეთქი და იმ თანხით რაც გვინდოდა რომ დაგვეხარჯა მისთვის, გითხრა რომ გვეყიდა საცელავი აპარატი, შესაწამლი აპარატი და სვარკის აპარატი რა. და სად უნდა მეყიდა თუ არა Royal G-ში რა. კედიას ქუჩაზე 22 ნომერი. აგერ ჩემი მეგობრის არის, ჩემი უსაყვარლესი კაი კაცის არის და ზუგდიდში თუ სასოფლო სამეურნეო ხელსაწყო რამე გიჭირდება, ხელმისაწვდომ კარგი ფასში შეგიძლია იყიდოთ. ეხა ისეთ ფასში რა ავიღეთ ესენი და რაღაცეები რომ ვაფშე იმენა წარმოდგენაც არ მქონდა, ვიცი რომ კაის ვიყიდი აგერ და ვიცი რომ ეს ნორმალურ და ადეკვატურ ფასში, მისაღებ ფასში. ეხლა ჩავაწყოთ ამას მანქანაში და წავედით იქეთ. Lordi Datka. ეს არის TikTok-ზე რო ვიდეოები ხდება, ესენო ასცინი გიერთებოდა. მაგრამ რაღაცა ბუნება, რაღაცა ნისლიო დააჯდა, გამიხმოდა, სადღაც 200 ლიტრამდე იქნებოდა, ღვინოდა ეხლა 1-2 ლიტრაცი არ იქნება. ეს 1-7-8 წლის ვენახია, 5 წელი არ იყო მოვლილი და რაც 3 წელია ვუვლიდი ძლივს ავაღორძინე, მაგრამ მაინც რაღაცა ნისლი დააჯდა ერთ დღეს. მე 2-3 დღე გავიდა მეორეჯი იგივე ნისლი და გაახმო ასე თუ ეს კი ფეიხოა. ზოგჯერ ასხია, ზოგჯერ არასხია, ზოგჯერ მოაქვს, რა ვიცი, კანტიკუნტათ არის, რაცა მიწა არ უწყობს ხელს თუ როგორა. ყველაფრით ვუვლი, მაგრამ ესეა. მოკლედ ყველაფერს უნდა მოვლა, თუ არ მოვარი არაფერს არ მოგცემს.
თქვენ შეგიძლიათ რამე ისაუბროთ, რაც გაგიხარდება. ეხლა ჩავთვალოთ, რომ ის არ არსებობს. კამერა ისე ვილაპარაკოთ, რაც გინდა. და თქვენთვის სურვილი რაც არის და რაც კი მოინდომოთ ხვალ ზეგ და მომავალში იმ სურვილების შესრულებას. ყველაფერი კარგს, რაც ნამდვილ ადამიანობაში ყოფილა ძველად და დღემდე მოგაქვთ თქვენ ეს სიკეთე. ამაში მადლობა შემოგართ. ყველაფერისთვის მადლობა. გულში მესრმლება იმდენი სიხარული შემოიტანეთ შემოკარგო. მადლობა. ჩემს არც ერთ ახლობელს არ გავუკისებდი მასე ზენა. რით აფერ დაიმსახურა აი ამანა ბაღანა. რით დაიმსახურა გინდა გითხრა? მოგითხარი წერან. პატიოსანი ბიჭია. მადლობა ჩემო. რომელი ხო არ გავრაზებს? არა, ხო? არა. პექით. აი მაგითო მაგარი ბიჭი ხარ მაგითო. თუ მიჭერს მე ხუმრობა და გადამატანინებს იმ რაღაც ტკივილს და ესეთ ხუმრობაში გადადის. ხარი წერან რომ ძალიან კაი ბიჭი ხარ, იმიტომ რომ მშობლებთან ერთად ხარ და სოფელი არ დატოვე და სხვაგან არ ცხოვრობ და ასე შემდეგ. შეუძლია სადმე წავიდეს რაღაც რამე ისწავლოს. ვერტოებს ოჯახს ვერტოებს ჩანა და არ აქვს. აი ეგ არის, ყველა შვილის ვალი ეგ არის. ო ეს კი, აი შოფერობასთან არ გამოვიდა. დედა იყო დავალ და მისაწვდომელი ექნა. მე ცუდად გავხდი, ის უნდა წავიყვანე. შეგიძლია 1-2 სიტყვა უთხრა ხალხს, რაც გაგიხარდება რა. ხალხნო, ნებისმიერი სადასახად და ვისაც გესმით. აი სიკეთეს წესვა რას ნიშნავს? მე არაფერი არ დამიცესია ჩვენ მასეთი რომ იგენი ავაშენეთ ოქრო კოშკებით. მაგრამ მაგნებს მოეწონათ უბრალოდ ჩვენი მოქცევა, ხალხისნაირი მოქცევა, ბავშვის მოქცევა. TikTok-ი რომ ამბობს ზოგს არ მოსწონს, რატომ? შეეკითხეთ თქვენ თავს. თუ შეკეთეს თესავ TikTok-ი კი არა, თოხი დაიკავებდათ, შეგიძლია მეზობელს სიკეთე გაუკეთოთ. TikTok-ი ეს ისეთი რამე არის, განვითარება რომ ყველა შეგვიძლია კაი რამე შევიტანოთ ერთმანეთში, ერთმანეთს დავეხმაროთ. ცხოვრება მეტი აბა რა არის? დროებითა ვართ ყველანი ჩვენ ამ დედამიწაზე და სანამ ვართ ერთმანეთს მივხედოთ, ერთმანეთი გავქაჩოთ. მართალი ხარ? აი, ამაში დამეხმარეთ. უზომო მადლობა შემოკარგება. არაფერს. ახლა ამაღამ გემერელა დავიძინებ რაღაცები რომ მინდოდა. რაღაც ისა ხელის წისკვილის გაკეთება ვიცი. სკინეულებისგან კეთდება. და ხელის უნდა ატრიალო. იქ ჭირდებოდა სვარკა, იქ გადასაჭრელი. ყველაფერი მომიტანა იმ გასაკეთებელი ახლა. ახლა უნდა გავაკეთო სანამ ცოცხალი ვარ, უნდა დავტოვო უნდა დავტოვო. აი ხა. ეს ხელსა. ასე, ხალხო, ყველანი ამოუძგეთ ერთმანეთს. რა, თუ რამე იყო ძველი, უსიამოვნება, იგენი დავტოვოთ უკან და ვიაროთ წინ და ყველას განაცვალეთ, ყველა შედობა ბენორბას გელოცავთ. და გაიხარეთ შემოკარგებო, თქვენთან ერთად. ყველამ. ბევრი თქვენი ჩანაწერი ვნახე, სადაც იყავით, ვის რამდენი პატივი ეცით. ხალხო, ზოგიერთი გაუგებარიერე, რატო? პატივს ჩემს, გაძლევს. არ მისე. ის შენი ხალია. მე რა არის შენი ხალია როა? პატივსაცემ. რომელი ვიდეოა ჭიათურაში რო ვიყავით? კი, გამო. აგერ გოგის, თქვენ იყავით აქ გოგოს სოფლში? ხო. რატო ხდით? ისე უბრალოდ პატივისცემის ნიშნა. რა პატივისცემის ნიშნა? არ ჭირდება გონშინდა, ასე ვთქვი, იცნო. მე რა მოხდა ჩემოწმო? ცუდი რა არის ამაში? ცუდი არაფერი არაა, მაგრამ პროს არა ასე სამონოთემ არ ჩემ და გამეუღლე ვარ მისი ბრა და. მე ბოდიში მოვუხადე მე. კი, მაგრამ დერე რატო უხდიდი ვარ? მოდი ერთი წუთი. ყველას ვუხდი, უბრალოდ ვინც კი შემოდის აქ, უბრალოდ პატივისცემ. მაგნიტისთან მოდის ხარ? რა მნიშვნელობა აქვს ვინა ვარ? ხო რატო უხდი? შენ ახლა ძალიან არაარგუმენტულად ხარ. არა ბრა, არაარგუმენტულად უბრალოდ მაინტერესებს. გამშვიდი დაწყმარდი. გამშვიდებული ვარ თქო. ხო და გეუბნები რომ ვინც შემოდის, ფულს ვუხდი უბრალოდ პატივისცემის ნიშნად. ვიცნობ, არ ვიცნობ, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის გაიგე? ყველას ვუხდი, ვინც ყველასა ვისაც მე გადავწყვეტ გამომივიდა. აშუქებს თორე განაკიარ სიყვარულში მოხსნება. გაჩუქა გეჩხუბეს ხო? გაძლევს და ვარს ამბობ. აი, გაიგეთ ახლა ეს რას ნიშნავს? რა არის, ვერ გავიგე მე მაგალითად. სიკეთის თესვა რა ცუდია? ნუ დღეს ზოგიერთად ცუდი გონია. პირიქით, ასეთ ხალხს ვენაცვალოთ, ვილოცოთ ყოველ დღე, მერტი ვახსენოთ. მადლობა. ეს პირველია და ბოლო არ იქნება. ყველას. მადლობა. ჩვენ წეგან უთხარი დადგას, რომ ესე ვაკეთებთ ყოველი წლის ბოლოს, ვისთანაც ვიყავით, მაქსიმალურად თუ არა, თუ ვერ მოვდივართ, თანხას მაინც ურიცხავთ საახალწლოდ, რომ ნამსხვარი რაღაცეები იყიდონ და ახალ წელს შეხვდნენ კარგად რა. და მაგას მაინც ვიზავთ მინიმუმ რა. გაიგე ჩემო. ეხა ისეთ ადგილებში ვიყავით ჩვენ,
ხარაგაულში ვიყავით, ახლა აგერ შენთან. ძალიან ისეთ ადგილებში დავდივართ, რომ ყველაფერს ერთიანად ვერ ვაგვარებთ რა. ხო და მაქსიმალურად შევეცდებით რა, რომ კიდევ გაიხარეთ. ახლა ამ კუთხეში ჩვენ ახლები ვართ. სამეზობლო მყავს ესეთი, კვირაში ერთხელ ორ ხაჭაპურით მოდიან. ვეინაცვალე ყველას. წელა არა გაქვსო. ზოგს ერთი მოაქვს, ზოგს მეორე მოაქვს, მატონი მოაქვს. ავანტყოფი რო იყო. რამდენი მზად საჭმელები მოხდა ჩემს ეზოში. ღმერთმა ყველას ესეთ ადამიანს ასეთი ხალხი, აი მარცხნივ თუ მარჯვნივ, ყველა ერთმანეთზე უკეთეს სამეზობლოში მოუხდი, ან ღმერთს ვერასწავლე მადლობა ამაში. მალადიც. ყველა ჩემს სამეზობლოს. სამეგრელო გარკვეული არის გვერდით გომი. მოკლედ მოგესალმებით ყველას მეგობრებო, გამარჯობათ. ჩვენ ვიყოფებით ზუგდიდის სოფელი ნარაზენი, შამადელას უბანი ესე არის. წოდებულიდან პირველად ვარ აქ, ვაფშე არ ვარ ნამყოფი მართლა რა. და ძალიან ლამაზი მხარეა, ძალიან კარგი ბუნებაა. დავითთან ვიმყოფებით. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი ახალგაზრდა არის. TikTok-ზე ხდება ვიდეოები დათკასი. დათკა დროს ატარებს, ხან ლექსებს ყვება, ხან რეპავს, ღერის და ჩვენ ცუდად არ მინდა გამომივიდეს და ვიცინით, ხიარულოთ და ჩემი აზრით დათოს მიზანიც ეგ არის, რომ ადამიანები გაამხიარულოს და ზოგადად უფრო ცდილობს, რომ ხალისიანი იყოს მისი ვიდეოები რა. როდის გადაწყვიტე, რომ ესე TikTok-ზე შემოსულიყავი და რაღაც ვიდეოები გადაგეღო და საზოგადოებას ამა თუ იმ ნაწილს ცოდნო და შენს შესახებ როდის გადაწყვიტე? ეხლა დავიწყე მე გალში დავიბადე 2000 წელს, მან გავიზარდე 22 წლამდე და მან პავილიონი იყო, პავილიონი ქვია თხინა მანდარინის ქარხანა იყო და მან მუშაობდა ეს TikTok პლატფორმა ვნახე და გადმოვიწერე და მაშინ არ ვერკვევოდი კარგად და ვიდეოებს წერდი რაღაცა მუსიკებს, სიმღერებს, მაგრამ მან სხვის ნათქვამს ვიმეორებდი, ეგეთ ვიდეოებს წერდი და აქეთ გადმოვედი 2022 წელს და დროებით თავისუფლების ქუჩაზე ვიყავი ქირებულ ბინა სახლში და შემთხვევით გავიცანი დოტა პეტრიდისი. ხო და მაგან დამაინტერესა ასე TikTok-ი გადმოწერეო, ქართულით ნომრით შექმნენიო და მან ვიდეოების დადება შეგიძლიაო, ხალხი გაგიცნობს, უფრო მეტი თაყვანისმცემელი გეყოლებაო და გადმოვიწერე ეს TikTok-ი შევედი, მაგრამ გამიჭირდა 1 წელი გამომწერლების შეგროვება, როცა პირველად გადმოვიწერე TikTok-ი აქ ზუგდიდში და გავიდა 1 წელი და ავედი 1000 გამომწერლზე და თამაში დავიწყე, მაგრამ არ ვერკვევოდი ამ თამაშს და როგორ იყო ესე და ბოლოს დავინტერესდი და რა ვიცი ვიდეოები ჩაწერაო დავიწყე, ავიდა 5000 ნახვაზე, მეორე ვიდეო ჩავწერე, ავიდა 10000 ნახვაზე. მე დოტა შემხვდა ქალაქში, დოტამ გამაპიარა ეს ადამიანი ვინ ჩემი გამომწერლები ხარ, გამოიწერეთ და უნა ყველაფერში გვერდში დაუდგა თამაში და როგორ შეგვიძლია ისე და ასე მიყურებდა 500 კაცი, 600 კაცი დავაგროვეთ 19600 გამომწერლამდე. ეს ჩემ პირველ აკაუნტზე აქვს ზუგდიდში შექმნილი და რავი ამით ვა ვიდეოებზე ზოგჯერ დონაცია, TikTok-ი თვითონ მიკეთებს დონაცია, ზოგიერთი კი გვერდში მიდგას, ზოგიერთი ამბობს, რისი დახმარება გინდა რომ წალი და იმუშაო, დონაციაზე არ გაჩნიათ. მე სხვებისგან დონაცია არ მჭირდება, მე მჭირდება ადამიანის თბილი მისალმება. ეგ არის მთავარი თუ დონაცია რა მთავარი გული გაუხარო ადამიანს მისალმებით მოიკითხო როგორ ხარ შენ მახსოვს მე ადრე ისინიც ქონდა რაღაცა სავარჯიშო ხელის ხო სავარჯიშო გირები მქონდა კი ვინმე თუ TikTok-ზე დაგეტყამდა ვარდებს რამოდენიმეჯერ იმაშვებოდი რაღაცა ხო ეგეთი ამები მქონდა მოფიქრებული ხალხის გასართობად ეთობოდი ხო და ზოგიერთი ცუდ კომენტარი წერდა მაგრამ მე არ უთმენდი ხო იცი რომ ეს ცუდი კომენტარების ავტორები ბევრი არიან მაინც და იქნებიან სულ და მაგათ ყურადღება არ უნდა მიაქციო რა, ფეხებზე უნდა დაიკავო. ხო და ეხლა 2 თვის უკან დედაჩემი ცუდათო გახდა და საავადმყოფოშიო მოხდა, დახმარება დამჭირდა, თანხის მიახლოებით 1500 ლარამდე და ჩემ მეგობრებს პირველი ჩემ მეგობარს ვთხოვე ანუკა არის, მიმაგ დაწი მაგაზე კიდე რეპი. მაგრად გავარ და მაგი 250000 ნახვაზეა კიდე მეძე ასული და შევეკითხე ეგეთი დახმარება მჭირდება თუ შეგიძლია და მაგან თავისი მეგობრები შეკრიბა და დამეხმარნენ
მიახლოებით $1000 და ცოტა აკლდება $1000 და მაგნებს კიდე ვუხდი ერთხელ დიდ მადლობას ეს ვიცი YouTube-ში მოხდება ყურადღებისთვის ყველაფრისთვის უღმესი მადლობა მაგნების დამსახურება სამყოფოდან ლამაზად გამოვედი არაფერი ვალი არაფერი არ დამედო ისე მაგნებს ვუხდი უღმესი მადლობა და მართლა გაიხან მაგნებმა უფალი ფარავდეთ თქვენ და მაგნებსაც კიდე რომ ამის უფლება მომეცით ეს მე თქვა ამ YouTube-ს არხზე მოკლედ ვთქვა და ყველაფრისთვის უღმესი მადლობა ჩვენ რო დაგიკავშირდით, მინდა მადლობა გითხრა იმისთვის, რომ დაგვრთახდი რა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან, ესე რომ გამოჩნდნენ რა. დახმარება ჭირდებათ და ერიდებათ გამოჩენის და ცვენიათ რა. ეს სირცხვილი არ არის, მე ესე მინდა ვთქვა რა და იმედია დამეთანხმები ამაში რომ მე თუ დახმარება მჭირდება, ხო? და მე რო ადამიანს ვთხოვ, ადამიანებს დახმარება, ეგ არ არის სირცხვილი რა. სირცხვილი ის არის, როცა გიჭირს და არ ამბობ ამ ყველა. რაღაცა შეიძლება დაგემართოს მე რა. სანამ რამე მოგივა ადამიანს და რაღაცა, ხო? ხო შეიძლება რომ თქვა რომ წყალი დამალევინეთ, მე ვიხჩობიო. ეს თუ არ თქვი რომ წყალი მწყურია და ვიხჩობი, ვიგუდები, ხო გაიგუდებია რა, ვიღაცამ თუ არ დაგეხმარა რა. ხო და დათქამ ეგრევე დაგვრთახდა, ერთი კაი ადამიანი არის, ლადო, თბილისელი ბიჭი არის, რომელიც ჩვენთან მეგობრობს. მაგანომ საშენი ნომერი და მაგამ თქვა რომ ესე ჩამოსულიყავი შენთან და მე არც დავფიქრებულ ვარ და ეგრევე გადავწყვიტე რომ ჩამოსულიყავი რა. თან TikTok-ზე მანამდე შენი ვიდეოები შემხვდა რაღაცეები და მაგიდან გადავწყვიტეთ რა. მე რო ლაივს რო თავ იქ ვიყურებს ჩვენ 500, 1000, 1500 კაცი და ესე ვიდეოები რო ხდება, ხო? ეგრევე გვიჩდება სურვილი და ხალხსაც ვეუბნები რომ მომწეროს ამან მირით დაუკავშირდით რაღაცა და ჩვენც მივალთ და დავეხმარებთ და რაღაცა ძალიან ისე დიდი აქტიურობა წამოვიდა TikTok-ზე, მინდა ვთქვა დახმარების მხრივ. ეხა შემდეგი ვიდეოც მალე გვინდა რომ გადავიღოთ, მაგაზეც უკვე ნათქვამი გვაქვს და იმედია ის გოგონა შეგვეხმიანება, რომ ჩავიდეთ მასთანაც რა. ცხაშვილის მამასთან ვიყავით და ალბათ ნახე ვიდეო. კი, ნახე. ხო, ძალიან მაგარი ადამიანი შევთ რა. პატიოსანი უბოროტო ადამიანებს ვარჩევთ ჩვენ და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ჭირდება დახმარება რა. არიან ადამიანები, ეხა მაგალითად წინა ვიდეო გადავიღეთ და ვერ ვდებთ, იმიტომ რომ ბავშვების დედა გვემუქრება პოლიციაში ჩობით, იმიტომ რომ რატო მიხვედით ჩემ შვილებთან ჩემს უკითხავად. არა და არანაირ უფლება არ ქონიათ, თურმე როგორც მეუბნებიან, რომ ეგეთი რამეზე ჩვენ გვიჩილოს, იმიტომ რომ რაღაცა იურიდიულად თურმე დედობის უფლება ჩამოთვლილი. ზოგადად სამწუხარო არის, როდესაც ქალი დედა თავის შვილებზე ესეთ რეაგირებას ახდენს და იმას არ კადროლობს სიტყვაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ რა. წავიყვანეთ ბავშვები, განსაცმელები უყიდეთ, იქ ჭამეთ, გავლიეთ, ვსვით, წვენები, რაღაცეები, ატრაქციონებზე ვიკატავეთ და დედას არ ესიამოვნა, თუმცა რომ ბავშვებს ესეთი პატივი ვეცით. სამწუხაროა. რამდენი წლის ხარ? 25-ის. 25 წლის. შეყვარებული თუ გყავს? რავი გოგოებს არ უნდები და ჯერჯერობით არა. ჯერ რა ვაკვირდები მოღადავები არიან უფრო ბინას ჭირდებათ, მანქანას ჭირდებათ, ფული. ეგეთი მე არ გამომადგება. ძალიან კარგი დიალოგისკენ მივდივართ. რატო არენდობი რა, ანუ ესე იგი რადგან გოგოებს არენდობი, ყოფილა შემთხვევა, რამაც ეს აზრი ჩამოგიყალიბა, ხო? კი, 2-3. გაიხსენე რა, სახელი გვარები არ მაინტერესებს, არც ხალხს აინტერესებს, ისტორია გაიხსენე, ვინ გაწყენინა ესე და ვინ ჩაგინერგა ეგ აზრი, რომ არ არიან სანდოები. ნუელა TikTok-ის შექმნილი გალში აფხაზეთში ოცხომი მაშინ მქონდა TikTok-ის შექმნილი და შემთხვევით ჩემ ბიზაშვილის სახში ვარ და ერთი გოგო გავიცანი იტალიაში ცხოვრობს ახლა და ვისა მაგრად მომწონხარო ესეო ისეო და მაშენთან მინდა ურთიერთობა და რო დავაკვირდი ერთი 60% მეეჭება 40% არა და რავი მეცდე თანახმას იყემა ამჯერდა მაგის და ჩემი ბიზაშვილის შვილი მეძახი მოდი და რარი და უყურეო და ჩემზე გადაობა დაიწყო თავის მეგობრებთან უკვე როგორ მოვატყუებო წამოვიტყუებო და ისე რა თქმა გაგზება და ამიტომ იმის მე არ მჯერა მე აი მან ჩამოგიყალიბა ეგ აზრი როგორია შენთვის ესე სოფელში ცხოვრება და შრომა და ანუ როგორ ეგუები ამ ყველაფერს და როგორ უძლებ აი აქ მაგალითად ეხა ხომ მიხდა ეს გეკითხები ანუ ქალაქში უფრო სხვანაირია ცხოვრება იქ გადაადგილება ტრანსპორტი მაღაზიები ისა
აი ეხა აქ მაგალითად მე სადაც მოვდიოდი გზაზე, მანქანა 1-2 შემხვდა, ანუ კი, ცხოვრობს ხალხი, რომელსაც მანქანები ყავს აქ და თუ რამე დაჭირდებათ, მიდიან სუგდიჩი ქალაქში და ასე შემდეგ. შენთვის როგორია ეგ აქაურობა? მან და აფხაზეთში კიდე სოფელში ვცხოვრობდი, ქალაქიდან მიახლოებით 60 კილომეტრი. აქ ქალაქიდან 25 კილომეტრი ვცხოვრობ, მაგრამ სოფელი მაინც ლამაზია, ბუნება. ახლა უკვე სოფელიდან მოდის ეს პროდუქტი და ეგენი სოფელი მაგრამ პროდუქტი საიდან ეშვება ეს ხალხს. სოფელი რა ვიცი, ვისაც მუშაობა უყვარს და შრომა უყვარს. კაი ბიჭო, რა იშოვე, რა იყო დედლების მეტი რა დადის რა ხში. ora ვისაც არ ეზარება მუშაობა და შრომა მადვილია ცხოვრება სოფელში და ვისაც ეზარება და ვისაც ონა ბინა უნდა იმისთვის ძნელია მოკლედ ვთქვათ. რითი ხარ დაკავებული ძირითადად სოფელში? სოფელში პირველი თხილი, ვენახი, კიტრი, პამიდორი, სიმინდი, ყანა ამებით ვარ დაკავებული. აჰა. ხო ეხლა აგვისტოს თვეში ქალაქში არის ერთი თხილის ციხე და მან მეწყება სამუშაო მინიმუმ იანვრის თვემდე მე იკეტება გალიდან გადმოაქვს აქ ძვირი რომ არის და ძვირად ვერ ყიდულებენ გალში იაფად ყიდულებენ და იქიდან გადმოაქვს და ეს მიახლოებით 5-6 თვე მუშაობს ეს ქარხანა მე იკეტება აგვისტოს იწყება და იანვარი თებერვალამდე არის ასე და მე იკეტება მე სახში ვზივარ და TikTok-ით ვერთობი ეს ვიდეოებს ვდებ და იმას და TikTok-ი იძლევა ზოგჯერ 15, 20, 30, 40 დოლარს რომ ვიდეოს გააჩნია როგორ გავარდება ნახვაზე. ეს გამომწერი კიდე მაკლია 10000 TikTok-იდან ვიდეოს ნახვებზე ფული გერიცხება? კი და 10000 გამომწერზე როცა ვალ შეიძლება კიდე მეტი დარიცხოს TikTok-მა. TikTok-ი მე არ მერიცხება ფული. როგორ გააკეთე? რამდენი ხანია TikTok-ი გაქვთ? რა ვიცი, 2 წელი მეტი. 2 წელი მე მიახლოებით 1 წელია რაც ეს და TikTok-ი ფულს იხდის, ეგეთი ის არის მონეტიზაცია უკვე ჩართულია 1 წელია ახალი მე მანახია ბა როგორ ჩავხტო მონეტიზაცია. აი იმიტომ 10000 გამომწერი მჭირდება რომ ჩავთო ის და იქამდე თავისით იძლევა TikTok-ი რომ 100000 ნახვას უნდა გავწდე. მაშინ რაღაცა ცოტას იძლევა და მონეტიზაციასო ჩავთავ მე შეიძლება მანდ მეტი კიდე გამოვიდეს. გასაგებია, გასაგებია. შენ ეხა მე როგორც ვიცი, თბილისში აპირებ თვალის ოპერაციის გაკეთებას. დიახ. რა ჯდება ეგ ოპერაცია? მამა ჩემის დაჯდა 1200 ლარი ქუთაისში და დავამგვალოთ 1500 ლარამდე შეიძლება დაჯდეს. შენ და ელოდები დაფინანსებას. დაფინანსება ერთი 70-80% ასე თვეს და დაზუსტები და ვიცი ხო და ერთი თვე გავიდა დაფინანსება არ მოვიდაო და რატო არ მოვიდა ეგ უკვე არ ვიცი. არა ეგ გასარკვევია ხო? მაგრამ ეგ შეიძლება მესიჯი არ მოგივიდეს შენ დარეკე? არ უნდა დარეკო. მე გავიკეთე კუჭის ოპერაცია, ბარიატრია გავიკეთე ქუთაისში. ბესო აბულაძესთან ძალიან მაგარი ექიმთან და დაფინანსება რო შევიტანე იქ მითხრეს თუ SMS-ი არ მოგივიდა დარეკე ამ ნომერზე დამიწერეს ნომერი და აუცილებლად გააკვიე რეფერალურის ნომერი შენ ინტერნეტში რო ჩაწერო ამოგიგდებს ჯანდაცვის ნომერი და მან დარეკე და იკითხე რომ დაფინანსებაზე მაქვს შეტანილი საბუთი შეიძლება დაფინანსებულია უკვე შენი ოპერაცია რა და SMS-ი არ მოგივიდა და მაგას მე ვადა გადის ერთი თვე ახლა გაიგე? ხო და აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ მოეჭველი დარეკე. მე მინდა კითხო ერთი რაღაცა და მიპასუხო გულახდილად. აი? ისმენთ. რა არის შენი ოცნება? ოცნება, ეხლა პირველია ჩემთვის ოცნება ეს მართვის მოწმა ავიღო და მე სპორტით ვარ დაინტერესებული მკლავჭიდმა როგორ შეიძლება აქ პირობების მიხედვით ნახავ. არის ზუგდიდში ვარიანტი რომ ივარჯიშო? სპორტ დარბაზი არის და ახლა ჩემი მეგობარ, ჩემი ბიძაშვილმა ივარჯიშა სპორტ დარბაზში და სვანეთში მოიგო ერთხელ მეორეჯერ და რომ მეც 1-2-3 თვე ვივარჯიშო გავსინჯავდი სვანეთში არის. დაგვარი ხარ შენ? გერლიანი. სვანი ხარ? დიახ. იმიტოა ესე მოხეთქილი თასავით. ჯანზე. და ესე იგი შენი ოცნება არის სპორტი? ხო, სპორტი ხო, დიახ, მაგრამ ეხლა აქ სოფლის სამეურნეო მამაჩემი, დედაჩემი ვერ შეუძლია და რაღაცა ხელს არ მიწყობს ეს და ცხოვრებას და გააჩნია როგორ შემოტრიალდება ეს ცხოვრება. უკეთესობისკენ თუ შემოტრიალდა, შენ ეხა მითხარი მე ის რომ აი მაგალითად რაღაცა შრომობ იქ თხილის ფაბრიკაში მუშაობ, თუ აგროვებ ფულს, თუ ინახავ.
ერთი თვე ვიმუშავებ, მიახლოებით გამოდის 1500 ლარამდე ერთი თვე, მაგრამ აქეთ გაზი მაქვს შემოყვანი, მაღაზი მიახლოებით ვრიცხავ 200 ლარს, დენი შემოდის, გათბობა ის არ გინდა ზამთარში, მაღაზი კიდე მიახლოებით 70-80 ლარს ვრიცხავ, წყალის ფული 20-30 ლარი, მე ტელეფონი ერთი გამოვიტანი განვადებით, გამიტყდა ახალი გამოვიტანი iPhone 11, ამას რაღაცა ერთი თვე, ორი თვე გავიდა, დინამიკი გაუფუჭდა, მესამე გამოვიტანი iPhone 15 განვადებით 3 წლიანი და ამაზე ეს რაღაცა გამომადგა TikTok-ისთვის და მაგრამ მეგენი მაქვს შესატანი და ვერ წდები ბოლომდე და ჩემი თვალის გამო ოპერაციო გაიკეთა, სესრიავ გამოტანილი და 2027 აპრილის თვეზე მთავრდება 2027 წლის. მოკლედ ეს სესხები, კაროჩე, მაგარი უჭამს და ბანკებია. ხო, 36%-იანია. რომელი ბანკია? Liberty. და პენსიონერია, იმიტომ მარტო Liberty აძლევს. არა, ვერ გაძეხით ბიჭო, რა გჭირთ ჩემი. არის ბანკები, რა გჭირთ ჩემი. პროცენტები არის 36. იქ 9 შვილის მამასთან ვიყავი ასული და იმან 25% კრედო, აქ Liberty 36%. რა გამწარად. ხო, მეც და კრედოზე მაქვს აღებული თვითონ სხვა მარმოცა მარტო კრედო მაძლევს. ჩვენ სანამ დავითთან მოვიდოდით, მანამდე მე მიწერე რომ მეთქი რა გჭირდება მეთქი რა, რომ წამოგიღო მეთქი რა გინდა მეთქი და დამაბარა რაღაცეები. ან საცელავი დამაბარა, სვარკის ელექტროაპარატი დამაბარა, ხილის და უზნის შესაწამლი აპარატი დამაბარა და ჩვენი $500 1350 ლარი. ზუგდიდში ვიყიდეთ ყველაფერი ის რაც დაგვაბარა ჩვენმა მეგობრებმა. ადეკვატურად ვიყიდეთ, ჩვენი მეგობრის მაღაზია არის Royal G. ესეთი მაღაზია არის ზუგდიდში, რომლის კადრებსაც ნახავთ. და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მაგ მაღაზიის მეპატრონეს, ბექას, ჩემი მეგობარს და ძალიან დიდი მადლობა თავის მამას, რომ ძალიან კარგ ფასებში შეგვაძენინა ეს ყველაფერი. მომაწოდე აბა ერთი სალი. რომელიმე, მოდი კაცი გამოჩნდი, მიერიდება, წორმოსაყვანი კაცი. ეს არის სვარკის აპარატი. ეს თან იქ შევამოწმოთ. მუშაობს ყველაფერი შიგროვით. აი. ვაფშე ახალი. იცი ამის ხმარა? მამაჩემმა იცის მე არ ვიჭე. თქვენ იცით ამის გამოყენება? ვა, ძალიან მაგარი რაღაცაა, ვისთანაც ვიყიდე, მითხრა რომ ძალიან კარგი რაღაცა არის ეს. გაიხარეთ უღმეს აი ესეთი მაგაში უნდა იყოს რაღაცა. ეს დამცავი თვალის. ეს თვალი დამცავი. ხო. გამოუშვი აბა მეორე. ეს არის ჩემო დავით. კი იცი რაც არის. ბაუმანის საცელავი აპარატი. ეს გამომართვი. ეს რა არის თუ იცი? ეს მოკლედ და მამი გასაკეთებელი საათი ბელაზის არის. კარგდანცვე ეძახი. არა. ეს არის TikTok-ზე ცუდ კომენტარებს ვინც გიწერს, ტაკში რო გახარო. ხო, ეყოფა. ხო, ეს არის იმის შტირი რა. რაც დაიკავო და დაუშვა, ხო? ეს არის Rodex-ის აპარატი. ბაუმანის არ იყო. პრობლემა არა. ხო, ანუ რაც ვითხარი ის არ იყო, მაგრამ ყველაზე კაი ვარიანტი შევარჩიეთ ეს, რა. გაიხარეთ მაგრამ. აგეცმო. გაიხარეთ. ელექტრო არის, არ ვიცი რანაირად. ხო, იტენება ესეთი მაგ რაღაცა უჭირდა მუშაობა და იტენება ეს ისეთია, ვიცი. გამოუშვი ყველაზე მთავარი, დათოს რაც უნდოდა, iPad-ი Apple-ის გაიხარეთ. შევიძინეთ. ამისთვის ყველაფრისთვის უღმესი მადლობა, ვინც დაგედგათ გვერდს მაგნეტი უღმესი მადლობა. ჩვენ გვერდით დაგვედგა ახალგაზრდა ცოლქმარი. ძალიან მაგარი ადამიანები, რომელმაც მე გადმომცა $1500 და ეს $1500 ესე 3 ნაწილად გადავყავი რა. შენს მერე ხო კიდე ვიღაცასთან მივდივარ და სანამ მოვიდოდი ორი პატარა ბავშვი გავახარე, ის $500 იმათთან ერთად დავხარჯე, თან ეს $500 დავხარჯე და შემდეგ $500 კიდე ადამიანთან დავხარჯავ ეს. გაიხარეთ მეგობრებო, ყველას უღმესი მადლობა, თქვენ უღმესი მადლობა რომ მობძანდით გვერდში დამიდექით, რიცას შეგეცნოთ, უფალს დაეფასებინოთ 1000 მაგივრად ეგა და მე მინდა ადამიანებს უსურვო მეტი სიყვარული, მე მინდა ადამიანებს უსურვო კარგი და ლამაზი ურთიერთგაგება და მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა ყველას, მინდა გისურვოთ
სიკეთე, მინდა გისურვოთ ბედნიერება და მინდა გისურვოთ წინ კარიერაშიც და ცხოვრებაშიც. Ეთეთ სიკეთე მეგობრებო, სიკეთე არის დაგამდები და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ თქვენი შუამავალი გავხდები მისი დახმარებაც სულ საზოგადოებას. არა მიზია, არა პრობლემა, არც მიზარება, არაფერი სალიერში ჩავალ და მომინახულებ ვისაც თქვენი მეთქვით და აი პატონ მოდი ამას დავეხმაროთ, ერთად დავაგროვოთ თანხა და მივიტანოთ ბოლო კაპიტალამდე. თქვენ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, პირველი ჯანმრთელობა, წინსვლა, წარმატებას, ღმერთი თქვენსკენ უფალი გფარავდე და ყველაფერი სიკეთე თქვენს ოჯახს, თქვენ სანათესავ და თქვენ სამეგობროს, ეშკი მეგრულად. გაიხარეთ უღმესი მადლობად. ასა ლექსი. ხო, ერთი ლექსი ყველა მისის, მაგრამ უფრო მეგრებმა იცან, ქოფედაც გვამას ყორთას თქვანს გვალებ ქოგურავდან ოსტავილი შოთას, ანთასევრო ქორშიებდან ნირთუთას მორთას, დორხვამა ნიობიქს მეჯდოს მიწმინდა გიორგი ჭირკა შახენენი, ვინოდე ეფშარდე ღონჩიში გაგაში ნიფელამუ ეფშარდე ოქროდო ვახშილ კუნთკინა ხუშანდე მეღვეძილე მეყვავილის მერსედესის მეჩანდე კარსპური დონჯანდე რულის მიკაკენჩანდე ორთვალშამუგირდა ალუმინს გინაღვანდე მეტალოკრამიდის გიობეკანდი კულტელზე კოჭფან კიკოს ეთქენი სადრძელი იყოს. საო. ბრავო მაგარი კაცი. მოკლედ ეს იყო რა დათკასთან ჩვენი პატარა ეს მოპოდკასტო ინტერვიუ და გავიცანით ეს კაი ბიჭი, კაი ადამიანი და მინდა საზოგადოებას გთხოვოთ, რომ ვისაც რა საშუალება გექნებათ, გვერდით დაუდგეთ. გაიხარეთ მადლობა და არაყი და ღვინოთი და გასაჩუქრებთ. შემოგიყვებით. სოფლის ოჯახის აუცილებლად მივირთვამ შენს გაკეთებულ არაყს და ღვინოს. მოურჩით დღევანდელ ვიდეოს მეგობრებო, ძალიან კარგი იყო, ძალიან მისიამოვნეთ რომ გავახარეთ ჩვენი კაცი და სიამოვნებისგან დამოხტულები ვართ, ენერგიაზე ვართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მინდა რომ გისურვოთ წარმატებები ჩვენი ძმა და მეგობარი. მე დავიღალე საჭესთან დავაჩინე. აღარ შემილია იმენაში. დაელოდეთ მალე ახალ ვიდეოს. მადლობა დიდი. აბაჰეთ დროებით. თავი ქუჩი უნდა გაიყო. ვისაც ერგება აიღოს. მისენაზე აუხსენი თუ ვერ გაიგო. თუ ვერ გაიგო. ჰაჰა ბენზო